ეხლა გავაკეთოთ ქათმის ხორციდან, ამ ქათმის ფილიდან გურუმი. ავიღოთ ქათმის ხორცი, თვითონ ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ან თუ შეგიძლიათ აიღოთ ფილეები. ეს ნაჭრები კარგად ცხიმში უნდა შეუბრაწოთ. თუ ეს ქათამი ცხიმიანი არის, საკმარისი იქნება მის ცხიმში რომ შეიწვას კარგად, ისე რომ გაკეთდეს წითელი კანი გაუკეთდეს ის. თუ არა და მაშინ შეწვით ცხიმში, ნებისმიერში თქვენთვის მისაღებთ ცხიმში. ყველაფერს ამას რომ ესა შეწვავთ, აიღებთ ესა ხავს, მოშუშავთ ამ შემწვარ ქათამს ხავთან ერთად, უკვე გამზადებულს. აიღებთ შემდეგ ნიგოს გახსნილს ძმარში, წითელ წიწაკას, დანაყულ ქინძს, ესა მიხაკს, მარილს გემოვნებით და დარიჩინს. ამას ყველაფერს გააზავებთ და ამ ხავში მოშუშულ ქათამს დაასხავთ. ბოლოს მისცემთ შეგიძლიათ ცოტა წმინდად დაჭრილი ცერეცო, ის რაც შეიძლება წმინდად და აგრეთვე შეგიძლიათ მისცეთ პიტნა. ეს თუ პიტნის გემო საერთოდ გაინტერესებთ და მოგწონთ. სასურველი აუცილებელი არ არის. ამისთვის საჭიროა დაახლოებით 300 გრამი ფილე ავიღოთ, ან 300 გრამიანი ქათამი. ხახვი, თეთრი ხახვი უნდა იყოს დაახლოებით 150 გრამი, 150 გრამი. ნიგოზი შეგიძლიათ მისცეთ, არ არის სავალდებულო დიდი რაოდენობით ნიგოზი მისცეთ. სხვადღაც 50 გრამი, 100 გრამი. შეგიძლიათ ძმარის გემოვნების დამიხედვით. ნახეთ თქვენ თვითონ როგორი ძმარიც არის, იმის დამიხედვით და სიმჟავე მოგწოთ თუ არა. ცხიმი რაც სჭირდება შესაწვავად. წითელი წიწაკა გემოვნებით, ქინძი 1 კონა, ოხრახუში, დარიჩინი და მიხაკი კიდე გემოვნებით. გემრიელად მიირთვით.